ირანი აცხადებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს დაბომბილ და დაზიანებულ ობიექტებზე არ შეუშვებს. პარალელურად კი ვაშინგტონი ამბობს, რომ ირანის ბირთვული განიარაღების პროცესი კარგად მიდის. ირანის პარლამენტის თავმჯდომარე და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში თეირანის ხელმძღვანელობის მთავარი წარმომადგენელი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი ირწმუნება, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესმა საბჭომ ამ ეტაპზე ინსპექტორებს მხოლოდ 2 ობიექტის მონახულების უფლება მისცა. მათგან ერთ-ერთი ბუშერის ატომური ელექტროსადგური, მეორე კი თეირანის კვლევითი რეაქტორია. რაც არ უნდა მოხდეს, დაბომბილ და დაზიანებულ ობიექტებზე წვდომა არ იქნება, ეს კანონია. ეროვნული უსაფრთხოების უზენაესმა საბჭომ ამ ობიექტების მონახულების ნებართვები გასცა და ამ ეტაპზე მათ მხოლოდ 2 ობიექტის მონახულების უფლება აქვთ. ერთი ბუშერის და მეორე თეირანის რეაქტორი. სულ ეს არის. ამ ობიექტებზე აქვს წვდომა და ჩვენ ამ ვალდებულებას ვიცავთ. ღალიბაფმა ეს კომენტარი სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში მას შემდეგ გააკეთა, რაც 4 შაბათს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის წარმომადგენლებმა შუამავალი კატარისა და პაკისტანის დიპლომატებთან შეხვედრები ცალ-ცალკე გამართეს. მასპინძელი კატარის განცხადებით მოლაპარაკებებმა პროგრესი მოიტანა და მხარეები განხილვების გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ. როგორც კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მაჯედ ალ-ანსარი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, შემდეგი შეხვედრა ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვიდან, რაც შეიძლება მალე გაიმართება. პარალელურად დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და რომ ისლამური რესპუბლიკის ბირთვული განიარაღების პროცესიც კარგად მიდის. ირანის ბირთვული განიარაღების პროცესი ძალიან კარგად მიდის. მათ ძალიან კარგი შეხვედრები ჰქონდათ და ვნახოთ რა მოხდება. როგორც იცით, 3 ღამის განმავლობაში ძალიან ძლიერად ვურტყამდით, მაგრამ ახლა ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. მე ამას ბირთვულ განიარაღებას უწოდებ. ეს ხდება და ყველაფერი კარგად მიდის. დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი კი აცხადებს, რომ დოჰას მოლაპარაკებების ფოკუსი ჯერჯერობით ჰორმუზის სრუტეა. მანვე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები ჯერ ისევ საკმაოდ ადრეულ ეტაპზეა. ამჟამად ტექნიკურ საკითხებზე მომლაპარაკებლები ირანელებთან, კატარელებთან და სხვა მხარეებთან ერთად დოჰაში სხედან და გარკვეულ დეტალებს განიხილავენ. ცდილობენ დარწმუნონ, რომ კომერციული გადაზიდვები ნამდვილად ეს პროცესი უკვე ძალიან პოზიტიური მიმართულებით წავიდა. ნავთობის ფასი ახლა $68, ბენზინის ფასებიც კლებას იწყებს, თუმცა მათი მთავარი ფოკუსი ახლა იმაში დარწმუნებაა, რომ ამ პროგრესს შევინარჩუნოთ. ამის შემდეგ ცხადია ბირთვული საკითხის გვაყელებს და მის განხილვასაც დავიწყოთ. ასე რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს. ჯერ საკმაოდ ადრეული ეტაპია, მაგრამ პროცესი კარგად მიდის. ირანის სისტემაში, ისე როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში, არიან ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ მათი მთავრობის 47 წლიანი პოლიტიკა შეცდომა იყო და რომ მათ შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებთან მათი ურთიერთობები უნდა შეცვალონ. ამავე დროს არიან ისეთებიც, რომლებიც კვლავ ძველ მიდგომებს არიან მიჯაჭვულნი. ჩვენ გონია, რომ მათთვის, ვინც ახალი ფუძის გადაშლას ცდილობდა, კარგი იყო. სწორედ ამიტომ ვაპირებთ მოლაპარაკებებს წარმატების მისაღწევად მაქსიმალური შანსი მივიღოთ. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევისთვის თუ კი თეირანი ბირთვული პროგრამის აღდგენა შეეცდება, ინსპექტორების დაშვებაზე უარს იტყვის ან კომერციულ გემებზე თავდასხმებს განაახლებს, პრეზიდენტ ტრამპს მაგიდაზე სხვა ბევრი ვარიანტი რჩება.